2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა. ამ მომრჩევლის თითქმის 90%-მა ხმა საარჩევნო აპარატების გამოყენებით მისცა. საარჩევნო ადმინისტრაციამ აღნიშნული არჩევნების ადმინისტრირება კომპანია Smartmatic-თან ერთად განახორციელა, რომელიც გლობალური ლიდერია საარჩევნო ინდუსტრიაში. კომპანია საარჩევნო ადმინისტრაციას საარჩევნო ელექტრონული აპარატებითა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით მოემსახურა. სწორედ Smartmatic-ის მიერ წარმოებული ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატები იქნა გამოყენებული 26 ოქტომბრის არჩევნებზე. საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიები პირველად 2018 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე გამოიყენა, როდესაც საიშის სამ საარჩევნო უბანზე საპილოტეთ არჩევნები ელექტრონული სისტემის მეშვეობით ჩატარდა. ამის შემდეგ საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიები საარჩევნო ადმინისტრაციამ კიდევ 7 ჯერ გამოიყენა. ტექნოლოგიების პილოტირებამ და საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლამ შესაძლებელი გახადა შესაბამისი ბიზნეს პროცესების განვითარება, ტექნოლოგიების ქართულ გარემოსთან ადაპტირება და საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ თანხვედრაში მოყვანა. საპილოტე რეჟიმში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ამომრჩევლები გამოიგიჩნენ. კვლევა მაჩვენა, რომ მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობისთვის ელექტრონული ტექნოლოგია სანდო იყო და მან ხმის მიცემის პროცესი გაამარტივა. საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად შეძენილი საარჩევნო ელექტრონული მოწყობილობები ეტაპობრივად შემოვიდა საქართველოში. ტექნიკისთვის მოეწყო შესაბამისად აღჭურვილი სასაწყობე ფართები, რომელიც აპარატების შენახვა ექსპლუატაციისთვის საჭირო ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. აშენდა და სრულად მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საოპერაციო სასაწყობო სივრცე. ინფრასტრუქტურა სრულად მოერგო ბიზნეს პროცესს, რაც ელექტრონული მოწყობილობებისა და საარჩევნო ინვენტარის მომზადებას, შეფუთვას და საარჩევნო კომისიებში ცენტრალიზებული წესით დისტრიბუციას მოიცავს. საოპერაციო სასაწყობე სივრცის პრეზენტაციას სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების დიპლომატიური კორპუსის, მედიის წარმომადგენლები და ექსპერტები დაესწრნენ. ინტენსიურ რეჟიმში განხორციელდა ადამიანური რესურსის გადამზადება ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, როგორც CESCO-ს აპარატის, ისე საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებისთვის. განხორციელდა სერტიფიცირების რამდენიმე ეტაპი საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირებისა და წევრებისთვის, ასევე ჩატარდა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიცირება. ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანია საარჩევნო ადმინისტრაციამ წელიწად ნახევრით ადრე სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით ელექტრონული აპარატების დემონსტრაცია რეგულარულად იმართებოდა ხალხმრავალ ადგილებში, მეტროს სადგურებში, იუსტიციის სახლებში, საჯარო და კერძო უწყებებში, სავაჭრო ცენტრებში, სპორტულ ღონისძიებებსა და ხალხმრავალ დღესასწაულებზე. მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ, როგორ მუშაობს ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები. ქვეყნის მასშტაბით ორჯერ განხორციელდა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრირება, იმიტირებული არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით. შედეგად საპარლამენტო არჩევნებამდე ტექნოლოგიებს 600,000-ზე მეტი ამომრჩეველი გაეცნო. ელექტრონული არჩევნები იყო მთავარი საკითხი CESCO-ს საგანმანათლებლო პროექტებში, რომლებიც ახალგაზრდების ინფორმირებისკენ იყო მიმართული. არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი, CESCO-ს საარჩევნო ბანაკი, CESCO-ს საარჩევნო სკოლა, დემოკრატიული არჩევნები და საარჩევნო გარემო. საარჩევნო ადმინისტრაციას მჭიდრო და ინტენსიური თანამშრომლობა ჰქონდა არჩევნებში ჩართულ მხარეებთან. ახალი სამუშაო პლატფორმები ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მედიასთან და ექსპერტებთან კარგი შესაძლებლობა იყო მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხებზე მათთან ერთად მსჯელობისთვის. განხორციელდა ტრენინგები ჩართული მხარეების, მათ შორის ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ ელექტრონულ არჩევნებთან და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით გამართულ საერთაშორისო ფორუმებსა თუ სამუშაო შეხვედრებში.
26 ოქტომბრის არჩევნებს 28 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის 56 წარმომადგენელი დააკვირდა. საარჩევნო პერიოდის გამოცხადებასთან ერთად CESCO 24 საათიან სამუშაო რეჟიმზე გადავიდა. ეტაპობრივად განხორციელდა საარჩევნო ელექტრონული აპარატურის მომზადება გამართვა არჩევნებისთვის. საოპერაციო სასაწყობე სივრცეში განხორციელდა ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატების ტესტირება, დახარისხება და ქვეყნის მასშტაბით რეგიონულ საწყობებში ტრანსპორტირება. არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ელექტრონული აპარატები რეგიონული საწყობებიდან საარჩევნო უბნებზე მიიტანეს და გამართეს. პროცესს მონიტორინგს უწევდნენ კომპანია Smartmatic-ის წარმომადგენლები. კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ სტამბებში განხორციელდა ბიულეტენების ბეჭდა. ადგილზე ხდებოდა ბიულეტენების შემოწმება. დაიბეჭდა საუბნო საარჩევნო კომისიებში კედელზე გასაკრავი ამომრჩეველთა სიები. 25 ოქტომბერს CESCO-ში შეხვედრა გაიმართა 28 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. მათ CESCO-ს თავმჯდომარემ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა არჩევნების ადმინისტრირების მიზნით გაწეული საქმიანობის შესახებ. უცხოელი კოლეგები პირადად გაეცნენ საოპერაციო სასაწყობო სივრცის მუშაობას. არჩევნებამდე ერთი დღით ადრე CESCO-ს თავმჯდომარემ ბრიფინგი გამართა და ელექტრონული არჩევნების მაღალ დონეზე ადმინისტრირების მიზნით განხორციელებული საქმიანობა შეაჯამა. გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მზად იყო არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად. 26 ოქტომბერს არჩევნებისთვის გახსნილი 3031 საარჩევნო უბნიდან 2263 უბანზე კენჭისყრა სრულად ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გაიმართა. კენჭისყრის პროცესს აკვირდებოდა 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი დამკვირვებელი. 110 ადგილობრივი ორგანიზაციის 23000-ზე მეტი დამკვირვებელი. ასევე პროცესი გააშუქა 176 მედია ორგანიზაციის 2800-ზე მეტმა წარმომადგენელმა. Everything is very well organized in the polling station, outside of the polling stations, and it's a great exercise of democracy in action. I have to say that it is beyond my expectations because this technology in use, the ballot scanning machines are working perfectly. The new system seems to be very, very far. There were no major incidents, and we're very satisfied with the treatment that the Electoral Commission has given Transparency Electoral. ელექტრონულმა ტექნოლოგიებმა გამართულად და ხარვეზების გარეშე იმუშავა. სწორედ ტექნოლოგიების გამართული მუშაობის შედეგად შესაძლებელი გახდა არჩევნების წინასწარი შედეგების საათსა და 45 წუთში გამოცხადება. ელექტრონული აპარატებით დათვლილი შედეგები სრულად დაემთხვა ბიულეტენების ხელით დათვლის შედეგად მიღებულ მონაცემებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ელექტრონული ტექნოლოგიების სანდოობასა და უპირატესობებს. არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების გამართული მუშაობა და სანდოობა დაადასტურეს ამერიკულმა კომპანია ProVNV და ვენდორმა კომპანია Smartmatic-მა. ProVNV-ის მიერ განხორციელებული სამეტაპიანი აუდიტის შედეგები საჯაროა და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული მხარისთვის. დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩატარებული დაკვირვება წარმატებით დასრულდა და ProVNV-ის პრობლემები არ გამოუვლენია. აუდიტმა დაადასტურა, რომ საარჩევნო ელექტრონული აპარატები მუშაობდა გამართულად და CESCO-მ წარმატებით განახორციელა შესაბამისი პროცედურები. პერსონალი კარგად იყო მომზადებული და ამომრჩევლებს მიეცათ შესაძლებლობა წარმატებით დაეფიქსირებინათ თავიანთი არჩევანი. საქართველოში საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა წარმატებით განხორციელდა. საარჩევნო ადმინისტრაციის თითქმის 2 წლიანმა დაუღალავმა შრომამ შესაბამისი შედეგი გამოიღო და დღეს სიამაყით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენს მიერ პროცესის დაგეგმარება და ორგანიზება ყველა ეტაპზე იყო სწორად წარმართული. მადლობა მინდა გადაუხადო ყველა ჩართულ მხარეს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას
და იმ უწყებებს, რომლებიც არჩევნების ორგანიზების პროცესში ჩვენთან თანამშრომლობდნენ. საარჩევნო ტექნოლოგიებთან ადვილად ადაპტირდა ამ მომრჩეველიც, რაც ადასტურებს საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმირების კამპანიის ეფექტიანობას, რომელიც არჩევნებამდე წელიწად ნახევრით ადრე დავიწყეთ. აქტიურობისთვის და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო ამ მომრჩევლებს. ცესკო არჩევნები საერთო საქმეა.